კარგი რაკეთება რა. ამ დილა უთენია რა იყო ეს კაკუნი რა. სკანდალი დაგესიზმრა? ა? ლაშიკო ერთწუთი გემუდარები მაცადე რა. წუხელ ჩემმა რედაქტორმა დამირეკა და მთხოვა სასწრაფოდ ვინმე ბიზნესმენზე რამე პატარა სტატია იქნებ დაწერო და გადმომიგზავნო და თან ხო იცი მე არ შემიძლია ლაშიკო ეს პატარა სტატიები და ინტერვიუები. მართალია ვიცი კიდევ ვიცი შენ არ შეგიძლია სამ გვერდიან სტატიას წერ ხოლმე თან შენებური მეთოდით. კი. ორი გვერდი შენი კითხვებია და ერთი გვერდი რესპონდენტის პასუხები. ხვეწები გემუდარები ხელი აღარ შემიშალო ლაშიკო სასწრაფოდ უნდა გადავგზავნო რედაქტორს. ხო, წერტი. აჰა, ხო, ეს სახში ხარ. აი მე ისე რაღაც ცუდად ვარო. ესე იგი მთელი ღამე არ დამაძინა ამ ქათამა. კაკანებდა რაჭირს რა უნდა ვერ გავიგე. რა რაჭირს თამა, რა რაჭირს და რა უნდა. გათხოვება უნდა, გათხოვება. აბა, გათხოვება, შენ რო გათხოვება გინდა და აღარ გახსოვს რა დღეში იყავ. შენ არ გეკითხები, ვახოს ვეკითხები, რაჭირს და რა უნდა იმ ქათამს, ვახო? მერე ვახოს რო ეკითხები, ესეთ პასუხს გაგცემს ვახო, ვერ გაგცემს. აღიარე თამა როგორი იყო, ხო კარგად გითხარი რაღაცა. მომეწონა ჩემი ხარტულა და ეს, ვახო. ვახო. შენც არ დაგაძინა ქათამის კაკანმა? მე კი მეძინებოდა ლაშა, მაგრამ თამარმა არ დამაძინა ქათმის კაკანში რა გაძინებსო? ისე მეც გვიან დავწექი წუხელ გვიანობამდე მოძრაობდა აქ სამზარეულოსთან ის ქათამი. რატო დაიძინებდი ადრე ხა? ან შენ ან ის ქათამი დილით ადრე იყავით წასასვლელი სამსახურში თუ რა? კარგი იყო თამარ მომეწონა, მაგრამ ის მე რო გითხარი წეღან ისეთი მაგარი მაინც ვერ იყო. კეთინო. რა გჭირს გამდენს ლაპარაკობ და რა ყურადღებას არ მაქვს. ვაიმე თამრი შიროდი შემოხვედი ვერც დაგინახე თამრი გართული ვარ რაღაც შემიშდი საქმე მაქვს. არც გამიგია რაზე საუბრობდით გეფიცები აი სასწრაფოდ სტატიას წერ და მოიცა არ გაგიგია ხა წეღან რო თამარი შემოვიდა და ქათამს რაჭირს რო და მე რო უთხარი გათხოვება უნდა მეთქი ესე იგი ქათამს არ გაგიგია შენ. კარგი იცები და თამრი მოკლედ კეთინო გეტყვიე ხო რა ერთი სიტყვით გადავწყვიტეთ მე დავახუნა შენ დავახუნ თუ მარტო შენ ვაიმე ეს არ გაჩაი არ ჩერდება რა გადავწყვიტეთ მე დავახუნა რომ არ დავკლათ ეს ქათამი და უკან გავუგზავნო რამინის ქათამი არ დაკლა და უკან გავუგზავნო ვაიმე რა ვიცი თამრი მე მგონი ცოტა უხერხული ადამიანმა გამოგიგზავნა რაღაცა საჩუქარი გაგიკეთა და ხა უკან რო გავუგზავნოთ და დავაბრუნოთ რაღაცა უხერხული მგონია ადამიანი არის უხერხული კიდევა რა არის უხერხული მითხარ რამდენჯერ გავუგზავნეთ თამარი იმდენჯერ უკან დაგვიბრუნა და ეხლა ეს ქათამი რა ბახო ხო გაიგე რა ვთქვი მართალი ხო მართალია გაუგზავნოთ რამინის ის უფრო კარგად მოულის რა მოულის კაცო მოულის და მიხედავს აბა რას იზავს რას ლაპარაკობ რა არაფერი არ დააკლო რავინმა არაფერი რა არ გააკეთა და როგორ არის მას ბოლოს აგერ თბილისშიც კი გამოუშვა ქათამი ისე მაგარი თავიდან რო ჩამოვიდა ქათამი როგორი სამტრედიული აქცენტით კაკანებდა. ხო. ეხლა ნამდვილი თბილისელია და ის. კარგი იყო, ვახო მომეწონა, მართალია, თამარი არ აღიარებს, მაგრამ მე მომეწონა. კარგი იყო. ისე ვახო, მომისვინე ქათამს მაინც უთხარი შენ, გული რო არ დაწყდეს. წელს კი გიშვებთ სოფელში თქო. მაგრამ გაისაც ზღვაზე გაგიშვებ და არ დაწყდეს გული. გაიგე? მიდი. აბაში.
მაგარო დავინახე მეგონა ისე მთრალი ვიყავი. ნე დათო დღეს მეც ისეთი გათიშული ვიყავი რომ საერთოდ ჩემ გარდა სახში თუ კიდევ ვინმე იყო ვერ დავინახე. არა არც არაფერი არ გამიგია, ლაპარაკიც არ გამიგია. რას გაიგებდი ისეთი მთრალები იყვნენ პირს ვერ აღებდნენ და როგორ გაიგებდი ლაპარაკს აბა. კარგი, რამე მოგიტანოთ რამე, აბა რა მოგიტანოთ? არაფერი მადლობა. არაფერი. კარგი, გასაგებია. მე ლუდი მომიტანე. ლუდი? ეგა მიდი მოუტანე. არ მინდა ლუდი. არ გინდა? ეს ეს ხო გასაგებია. მაგა ვიცი რომ არ გინდა, მაგრამ ნაყინს მოგიტან მაინც, გაიგე? დავალ ნაყინს მოგიტან. შენ არაფერი არ გინდა ესე. არ გადაფიქრე. არ მინდა არა. გასაგებია, კარგი, არც მომდა ხო, თუ არ ხო. მან დახარდა, წამომიხედოთ. კარგი. წამოგი. მაგა კიდე ზურაზე ფიქრო? იცი რა არის, ხანდახან ვფიქრობ რომ არ ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის. არ დიჟულო. მაგა ყველაფერი კარგად იქნება. აი მოიტანე ერთი ნაყინი, როგორც შეგიძლიათ. მეორე კიდე ცოტა გრილი ლუდი რა, თქვენ ხო ყელით ტკივათ, ხო? აი გრილია ცოტა რა შედარებით. აი მე ვით. ნახე რა ლამაზი ნაყინია. მაგა ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. იცი როგორ მენატრება? ნაი ინატრება. დათო ხო ხედავ როგორ იტანჯება ბავშვი და მე მგონა დავეხმარებიც და რამიც თქვი და რო დაურიყო იცი რა არის ჩემ ხმას რომ იგებს ტელეფონს თიშებს და აბა ტელეფონი და ნომერი წავშალეო ზურასიო არა ნომერი კი წავშალე მაგრამ მახსოვს ზეპირად და რა ვქნა აი ერთხელ რომ შემხვდეს და დამელაპარაკოს მეტი არაფერი არ მინდა რა გავაკეთო კაცო როგორ შეგახვედრო შენ ეგ ზურა რა აბა მიდი იფიქრე ახლა პეტო მიდი იფიქრე მაგა შემომხედე ფიქრის დროს ბრძენს ხო გევარ იფიქრე ბრძენო ხო გისმენ მე მოვიფიქრე მიდი აბა რა მოიფიქრე ეს იგი რა ქვია ზურა ხო ზურასთან დავარეკინოთ სხვა ვინმე გოგოს დაუთქვა შეხედრა ბარში და ვითომ ეს შემოვიდა შემთხვევით რა კარგი აზრია ძალიან კარგი აზრია მიდი დაურეკე მიდი ეკა დაურეკე არა არ გამოეს აზრი არ მომწონს არ გამართებს ჩუდი აზრია სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ მომისმინე ეკა ეხლა შენ დაურეკე ზურას, გაიგე? შეუთანხმდი რომ ბარში მოვიდეს, შენთან შესახვედრად. მაგაზე ხო შეთანხმდებით? მე, მაგა ეხლა შენ რასაკეთებ? შენ ვითომ შემთხვევით შემოდიხარ ბარში, ხვდები? მე და დათო აქვს ზივართ, ვართ შენი თაყვანისმცემლები, ვითომ შემთხვევით, არა ვითომ შემთხვევით არ უნდა მეთქო, უბრალოდ სიყომ გამიტაცა. გაიგე და მე რომ დავხვდებით ზურას, ვანერიულებთ, გავამწარებთ, გავაგიშეთ და ვანერიულებთ მაგრად. რას? კარგი აზრია. აკრი ფენომენი. მიდი. კარგი, მაგრამ არ მგონია რომ გიპასუხოთ. რას ლაპარაკო, ზურასნაირები დაუშტერები, კაც მიდი ეკა. არის, უცხო ნომრებს არ პასუხობს, ვიცნობ ზურას. ნახოთ. გამარჯობა ზურა. უცხო გოგოს არ დაელაპარაკება, ვიცნობ. ეკა. მადლობ, ჩვენ სასიამოვნო ხმა გაქვს. აუდიში ხო ხედავ არ გილაპარაკება რა? არა, ვერაფრით ვერ დაითანხმებ შეხვედრაზე. კარგი, აბა დროებით. რაო, აბა. საღამოს ბარში მოვა. ო, აჰა. აი მე როგორ ზუსტად იცნობ ზურას მისმინე მაკა, შენ ახლა წადი, გამოიპრანჭე და საღამოს ბარში მოდი, მიდი. მადლობა ეკა. TBC-ის ბარათით რო გადავიხადო ხო შეიძლება? რა უნდა გადაიხადო? აბა აქვს ხვენია მაკა, TBC-ის პრაიმ კარდი გაქვს შენ? ვარა მაგა, მოიცა ზურა არის ზედ დახალ, ვა. ზურა ეს ზედრო არის კაცო. ვარა მაგარია, მეც აი უყურე შენ მეც მაგეგეთი ზუსტად. შეხედე, აი უყურე, შენ პროფილი დავახატე ზედ, შეხედე რა მაგარია, ნახე. როგორია? ხო და? აი პროფილი ჩემი, ნახე რა მაგარია და მაინც მეშლებოდა, გაიგე? ხან ერთი მხრიდან შეუშვებდი ბანკომატში, ხან მეორე მხრიდან. მე მივხვდი რა უნდა მექნა. ცხვირი საიტყენეს არის გაშვერილი, იმ მხრიდან უნდა შეუშვა ბანკომატში და ეხლა ვაკეთებ ხოლმე ეგრე, გაიგე? კაცო რა ვერ გაიგეთ, ვერ გავიგე, რანაირად მიყურებთ. ცხვირი საიტყენეს არის გაშვერილი, იმ მხრიდან უშვებ ხოლმე ბანკომატში, ნუ აღარ შემეშალოს. გასაგებია. რა თქმა უნდა. აუცილებლად. თავისთავად. ცალსახაა. კარგი.
დროებით. ის იყო? ხო. ის იყო. მერი. ნახე როგორ უთხარი? ცალსახა. კარგია. მე ჯერ ასეთი ცალსახა არსად არ გამიგია. მერი, ახლა რომ მოდიოდი კიბებზე შემოხდა ის რაგვარია კაცო. კოტაძე. ხო და რა მითხარ იცი რომ ამ თვეშიო ხელფასები დაიგვიანებსო და მართალია? კი. თვითონ ნინო ბუღალტერი არ მინახავს, მაგრამ სამდივნოში, ბუფეტში, კულტურაში ყველგან ამაზე ლაპარაკობენ. არა და ამ თვიდან ხელფასი მემატებოდა. სხვათა შორის შენს გემატებოდა მერი ხელფასი, იმიტომ რომ მე სადაც საჭირო იყო იქ ჩავედი და ვთქვი რომ ალბათონი მერი ჩემი ტანა შემწია მეთქი და ცოტა ვიცი, მადლობთ. დილამშვიდობის ბატონო ირაკლი. გამარჯობა მერიკო, როგორ ახარ გენაცვალე? სუდათ რატო იქნებით რა? მოგემატათ ხელფასები და ყველაფერიო? ახალი პიჯაკიც გიყიდიათ ბატონო ირაკლი. გაგიმარჯოს ნოდარ, გაგიმარჯოს. არ არის ეს ახალი პიჯაკი, ძველი პიჯაკია, სულ ეს მათვიდა რაც აქ მოვედი სამსახურში სამუშაოდ. რატო კაცო, რა გაჭირვება? გიყიდათ მე ახალი პიჯაკი, რა გაჭირვება ბატონო, ხელფასი არა გაქვთ თუ რა? ასე არ არის მერი? არა. ნოდარ, მომისმინეთ, შენ საიდან იცი მე ხელფასი მომემატა თუ დამარხო? ვიცი. რა გიკვირთ ბატონო ირაკლი? ეგ კი არა, ცოტა ხანში ისიც ეწოდინება რას იყიდით მაგ ხელფასით. მერიკო, არ გიხდება ეს იუმორი რაღაცნაირი და მოცდილობთ ხოლმე. შენი საქმეა ესეთი მკაცრი და გოროზი გამომეტყველება. ბატონო ირაკლი, ესე იგი, ორი საქმე მაქვს თქვენთან, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო? რა თქმა უნდა, კარგით. კარგით გეტყვით იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დიდი ამბავი ატეხი. ესე იგი, ათასობით სხვარია გაფლანგული, არიციან საწავი და რა მოხდა, სად დაიკარგა ეს სხვარი, გამოძიებაა ჩართული, ბარემ უკვე ცუძეც გადავალ და მალე ალბათ თქვენც მოგადგებიან. მე რატომ მომადგებია? იმიტომ რომ ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაწყებულა. მოიცა ერთი შენ შემოგევლე, არ ვიცი მე სხვარი და გაფლანგვა და არაფერი, მე რაშუაში ვარ, მე კარგი ხნის წამოსული ვარ, მე იცის კალბატონმა მე მიკითხან, იკითხოს იმან, მინის ყავს ახალი მოადგილე, დიახ, სოფლის მეურნეობაში და იმან იკითხოს და თუ სხვარი დაკარგა, აიღოს კომბალი და მოძებნოს. მე რა ვიცი ბატონო, ისევ თქვი მე რაშუაში ვარ, წავედი ახლა ნინო ბუღალტერი უნდა გავანცო კარგად. ნოდარ, ბარემ მკითხე ნინო ბუღალტერს რატო აგვიანებს ხელფასს. მერიკო, ჩემო ოქროს გოგო, არ აგვიანებს ხელფასს, ეს ჭორი მე მოვიგონე რომ მივიდეს ხალხი შეეკითხო რატო აგვიანებსო და აუშალო ნერვები ეგ ისეთი გაფუჭებული აგუში საფრაჭი რა ჭორი მერი, რა ხელფასები, რა ხვარი, რა გაფლანგვა. ეს ნოდარი ცოტა ვერ არის, ხო? ცალსახაა. აჰა, მოდი ჩავწეროთ პაროლი. რა მი ნი. არ არის. ი უზა. არც ეს არა. ოხკეთება შეუძლია პაროლები რა. პრე ბე დინა. არც ეს არა. გიგლა არ იქნება. მოდი აბა პრებედინას სინჯოთ დიდი ასოებით. მაგარი ვარ, აბა ეხლა კეთევანი პატარა ასოებით ჩაწერდა პრებედინას. პრებედინა ხო ბრენდია. კეთ. ლაშა, მაცი ვარ მარდა გინახოს ლეპტოპთან როზე ხათორე იეჭვიანებს. ხო, კარგი გითხარ. კარგად მითხარი, თამარ, კარგად მითხარი. აი, მომეწა. ხო ხედავ, მე ვაღიარებ სხვათა შორის შენს რაღაცა წარმატებულ იუმორს. კი. ისა, თამარ, მოდი ერთი Google-ში ინფორმაცია დაამატე. თქვენი იუმორი. და ვიკიპედია გაამდიდრე შენი მონაცემებით. და ესიც მეორე. კი, ხო გიპასუხი, კარგად გიპასუხე მე მგონი. ეხლა ნახე რა კარგი რაღაც გითხრა ლაშა. ნახე როგორი სიჩუმეა ქათამი რო აღარ არის სახლში. ბახუნას გავატანი, გააგზავნე და სამტრედიაში. თამარ, შენ სიჩუმე მაშინ უნდა გენახა შენ რომ მიდიოდი სამტრედიაში. ნეტავის ლაპარაკები საერთოდ ვინ გისმენს? მე მხედავს, სადმე ვინმეს ხედავ ოთახში. მე კეთუნა წავიდა სამსახურში. დაწერა სტატია, ისე ჩქარებოდა. ჩემი ბალი გარეცხა. უი, სტატია ისე კი მაინტერესებს. მოვწებროთ დაწერილი კეთევანის სტატია. აი, ვიპოვე. კი, დაუწერია. აჰა, delete.
ვაიმე. რა დილეითი, ა? წამეშალა. რა ვქნახლა? ვაიმე ლაშატო რონჯაცე. თამარ. ესა. მოდი გინდა დაათვალიერე შენ და ვახოს სურათები ქორწილის. 2 დღე არ დაგითვალიერებია უკვე. დავათვალიერე დილით. აჰა, დილით დაათვალიერე. არა, ესე არ გამოვა. თამარ. კომპიუტერთან ვერ დაჯდები. მე არ მინდა თორე ისე კარგად დავჯდები. დაჯდები, აბარა. არ გინდა ხო ჯერ? მალე მოგინდება? მოგინდა უკვე? არა? არც ისე არ გამოვა არაფერი. ღვახო მაინც მოვიდეს რა დროზე სახში დავაბრალებდი იმას. კარგი რა გიორგი რა, კარგი რა მეშიკო. გაუშვით ხელი ამ გააფუჭა რა, გააფუჭა ოხ გიორგი. რა როგორი ცელკი ბავშვია და როგორი მოუსვენარია ეს მეშიკოც რა. მაშა ვისე ჩხუბები ძიძა მეზოში ჩაიყვანა ბავშვები. გაგიჟდი? ეზო ჩაიყვანა ხო? არა ვეძახდი ისე რა ცელკი ბავშვები არიან მიშიკო გიორგი თქო რა. ვეძახ. უი ვახო მოვიდა გავალერთი ნახა ვახოს. ვახო? ვახუნა. უი თამარ, წაიღე ეს ლეპტოპი და სატელიტიდან შეხედეთ თქვენ ქათამ შენ და ვახო. მიდი. აბა ჰე. არაფერს არ გქონდა. რა გავაკეთო? რა მომკლავს კეთევანი. ჰა? მალაშა, სათვალე სამსახურში დავრჩა რა გავგიშდი? ვახო, რანაირად შემოხვედი გამიფუჭე ლეპტოპი რა. რა ლეპტოპი გაგიფუჭე, ხო არ გაგიჟდი? რა ლეპტოპი გამიფუჭე და ეს რო შემოხვედი რო გაღეს ფარდა რო გადაწიე უცებ ესე ეს Wi-Fi დაზიანდა და წამიშალა რაღაცები იმიდან, რა ქვია, ლეპტოპიდან. ოხლაშა რა, ნუ მაბრალებ ხა შენ მე რაღაცას. მართლა გაფუჭდა ეს, ა? არა ისე რაღაცი. მაიმუნობ ხო? ის დაიწყებოდა უკვე. ლაშა. დღეს ქათამი გავუშვი, გავატანე მარშრუტკას. ხო და სამტრედიაში შევლენ თუ არა, მოკლედ დარეკავს. ხო და მე თუ არ ვიქენი, რამნი გააფრთხილე? და დახვდება რა. ვინ დარეკავს ქათამი? რა ქათამი, მძღოლი. რა მახუმრებს, მომკლავს კეთევანი აქ რომ მოვარ. ბიზნესმენზე სტატია. რაც არის. ვახო. აუ. სად დაიბადე შენ? ჩხოროწყოში რა იყო? რაში გაიტანა? არა ისე ჩემთვის უბრალოდ. ვახტანგ კვარაცხელია, ცნობილი ბიზნესმენი დაიბადა 1979 წელს ჩხოროწყოში. ვინ წაიკითხავს ახლა ამას? დაიბადა ლონდონში. ვახო. ფული რამდენი გაქვს? რა ვიცი ლაშა 30 ლარი რა. კაპიტალი 30 მილიონი. ეს ნახე რა. მომკლავს კეთევანი რა, მომკლავს რა, ამ სტატიას თუ დაინახავს, სამაგიეროდ ისეთი სტატია გამომიორო, თამარი გამაცოცხლებს. ვახო, შენი სურათები არის ხო აქ? კი, მე მგონი იმ დესკტოპზე უნდა იყოს. აჰა. ვიპოვე. აუ რასჭა. რა არის ვახო რა არის მითხარ და ერთი სურათი არ უნდა კონდეს მარტო სულ თამართან ერთად ხარ რა ან გაზეთისთვის დაგჭირდეს ან ჟურნალისტვის ან რა ვიცი 1000 რაღაცა შეიძლება მოხდეს ხლაშ მოიცა ნახე რა ეს ნახე რა დღეშია ნახე კარგი ყოს ეს გადაცემა Discovery-ზე რო არის აი ეს რა Bear Grylls-ი რო არის რა ყველანაირი სიტუაციაში რო ახერხებს ცხოვრებას მაგალია ნახე რა უყვარს Discovery-ს ყურება ისე მე კი უნდა უყურო მაგას კეთევანი რო გამაგდებს სახლიდან გამომადგება
ეს მოვითის მალე თუ წაბა ეს კაცი რა იყო ხე შენ მაკაზე ნერვიულობ თუ ნერვიულობის განახე წველი დაგეკრიხე შეხედე მაკა გამარჯობა დღეს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებით ხაბატონო მაკა მადლობა ოი ეკა მაკა როგორ ახარ ოი გიგა შენც აქ ხარ ზურა ახო როგორ ახარ ზურა იმდენი ხართ მეშლება სახელები ო მაკა ძალიან ლამაზი ხარ მაკა გაგვიხარდა რომ მოხვედი განსაკუთრებულად ლამაზი ისა ეკა რა მაინტერესებს ეს კაცი მამა ჩვენის კლასელია გამარჯობა არა პეტო ეს ჩემი მეგობარია თქვენი მეგობარი გამარჯობა პაატა ფერაძე ეკას ძმა და მაკას სილამაზით დატყვევებული ადამიანი გამარჯობა სილამაზით და ხასიათით დატყვევებული დავითი სასიამოვნოა ზურა მე და მაკა 2 წელი ერთად ვსწავლობდით და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს ჩვენ 2 კვირა ერთმანეთს დავშორდით კარგად მოქცეულ ხარ ზურა რო დაშორდით იმიტომ რომ აი ამ პროფილის ფონზე დაიჭრდილებოდით შენ როგორ ხარ? მომიყევი შენი ამბები. კარგად, შენ? მეც კარგად. აი, თაყვანის ცემლები მანებივრებენ, საჩუქრებს მჩუქნიან. იმ დღეს პაატამ პომიდორისგან გამიკეთა ვარდი და ისე მომართვა. მერე დათომ ჯერ კიტრისგან გააკეთა პომიდორი და მერე პომიდორისგან ვარდი და ისე მომართვა. მაკა, რო გიყურებ ისეთი ლამაზი ხარ, რომ ლექსი უნდა მოგიზღონა მაკა. ტანო ტატანო გუნწარტანო უცხოდ მარებო ზილფო კავებო მომკლავებო ვერსაკარებო თვალწრო წარწამწამ თვალნო ხო წარწამწამ თვალნო ხო მისათვალნო ხო შემაზარებო გულსაკიდებო უცხო მკლავებო ტანჯულებო ხოხი და ვარა არის ეს ლექსი რაც ის ლექსი დაუკითხე რა კარგი რაც ვიცი იმას აუკითხავ რაც ვიცი იმას აუკითხავ მაკა შაირის სიტყვითა მესტვირენ ღმერთი მაგალი ახსენა ღმერთმა მომხსენს გამარჯვება ოძალაშვილო ახსენა ჯანგემრიელია ძალიან თან ტკბილია ესეთია გაიღვიძე ლაშა ხო რაღაცა ჩავთვლი სხვათა შორის სიზმარი და მესიზმრა ქეთება ვითომ თამარი იყო ჩვენთან და ბალს მიირთმევდა ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს ვარიღლება უკვე რამდენი წელია უსმენ არიღლება არ დაიღლება ჩემებურად ქეთება მე ვახოსთან შევა ნარდის მასტერ-კლასს ჩაუტარებ და გამოვა. მიდი არ არის სახლში. სად არის და რამინიმ რაღაცები გამოაგზავნა და მოსატანად წავიდა. უი მართლა, რაკნა ეს ქათამი კარგად ჩავიდა რამინთან? აი მე ქათამი აღარ გამახსენო ლაშა და საერთოდ ამ სახლში ფრინველი და ცხოველი არ გამაგონოთ. ხსენება არის. აბა. უი ბახო, დაიმე. ვაიმე ბახო რა არის ეს? ბახო რა არის ეს? რა არის ეს ბახო? ცხვარი. ხედა რომ ცხვარია, მაგრამ აქ რა უნდა ცხვარს? რამიმა გამოაგზავნა. რამი? გაიყვანე, გეხოცები გაიყვანე. ქათამი რო გაუგზავნეთ უკან. იფიქრა საჩუქარი ეცოტავათო და ეს გამოაგზავნა. ვაიმე ბახო გაიყვანე, წაიყვანე ახლა. სად წავიყვანოთ ამა? ვაიმე არ ვიცი. თქვენთან შეიყვანე, მიდი თქვენთან შეიყვანე. ხო, წაიყვანე თქვენთან, ძალიან კარგად იქნება იქ. ხო, და გემუდარები, ბახო, გაიყვანე. ბავშვები არ შემიშინო, გიორგი და მიშიკოს შეეშინდება და ხო, რა პანიკაში ვარდები რა, ბავშვები რა იყოს აქ. ვაიმე, რა აქ უნდა იყოს, თავი გადავირები და შენ დაიხჩობი, ნახე, რასუნია, რა რასუნია, შეხედე რასუნია. არა, მართალია, ისე ძალიან უყვარს მიშიკოს მე რო კომპლექს უყვები ხოლმე. გიждდება, გიგა ახლა მოყოლაც არ დამჭირდება, პირდაპირ ინსცენირებას გავაკეთებთ. ვახო იქნება კომპლე, ცხვარი, თამარი მგელი. რა ხო, კაი, ჩავიყვანა იმაში რა, გარაჟში რა უყვე. რა უნდა ცხვარს გარაჟში, ნუ გადამრიე. აბა სად წავიყვანოთ?
რა არის თამარ მართლა რა ცოტა პრაქტიკულად შეხედე რა ყველაფერს რა გეყოლება ცხარი გარაში რომ გეყოლება გუდის ყველი გექნება ხო წინდებს მოგიქცობს ვახო და სალამურს ააკვნესებს ხოლმე რაიმე კარგი მოგახოდი ხო რა წაიყო მახო გეხვეწები მართლა ჩაიყვანე თორე ხოიციეს დილამდე არ დაამთავრებს ლაპარაკს და ხუმრობებს და შენც დაისვენებ ესეც და ჩვენც დავისვენებთ და სულიც აღარ იქნება დავიხჩვი ადამიანი კარგი წამოდი წავედი ხორში მიდიხარ ვახტანგო და გეფენა პური შევჭამოთ. შენ იცი რა, წამოდი ბეგეკო, წამოდი. სახელით შეარკვა, გვარი მიეცი ბარე. წამოდი ჭვარო, წამოდი. წაიყვანე. ვახო, მომისმინე, ეგრე ხო ხედავ რო არ გიჭერებს, არა? დამელოდე, ეს გაიდე მხარზე სანამ კომბალს გამოთქვა. და თან იღეღინე. ნა დავა მიდიხე. ხარსი არა. აი მე სიცხვია ვიღაცა მოვიდა რა სიტყვის სახში ცხარი. აი მე ირაკლი. ვა! როგორ ხართ მეზობლებო? მოდი. არის კითხო. ცხარი. მოიცა. რა გინდა ცხარი? უიმე არ კითხო ირაკლი. რა? იუზა, როდის კაცი? არა. რა იუზა კარგად არის რამინიმ გამოაგზავნა სამტრედიდან რა აი უხერხულია კარი უხერხულია ვინ ჟურნალისტები არიან კამერით მოიცა ეგენი მემეძებენ კაცო ხართან ერთად რო დამინახო ნატყდება ერთი ამბავი საწავიკო კაცო ჩემი კოლეგები მოვიდნენ სიცხვი. გამარჯობა, წაიჯობა. ცნობილი ბიზნესმენი ვახტანგ კვარაცხელი აქ ცხოვრობს? ბახო, მოგზანდით. მე მისი მეუღლე ვარ თამუსია ღლუნტი. მართალია რომ ბატონი ვახტანგი ლონდონში დაიბადა. ლონდონში დაიბადა, ოღონდ ესა ჩხოროწყუშია ჩაწერილი, გააგზავნეთ. ვაი მე არა ძალიან გთხოვთ რა ძალიან გთხოვთ ეხლა დავტოვთ არა ძალიან გთხოვთ დავტოვეთ გეუბნებით ეხლა ეს არის ტყუილი ყველაფერი არის ტყუილი საიდან მოიტანეთ რომ მე რაიმე ბიზნესს ვაკონტროლებ ამიერკავკასიაში მით უმეტეს ძალიან გთხოვთ მომაწყვეტინებთ მით უმეტეს ბლოკნოტების და სტეპლერების ბატონო კი მაგრამ თქვენი ინტერვიუ ნახეთ ჟურნალში ძალიან გთხოვთ არ მინდა რა არ მინდა თქვი მე არაფერი არ ყველაფერი არის ტყუილი ძალიან დიდი მადლობა ნუ ძალიან გთხოვთ არა შეიძლება ერთ თუ შევეკნების მაინც გითხრათ თქვა როგორც ვთქვით თქვენი მეზობელია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბატონი ირაკლი ჩხეიძე ის ხომ არ არის ამ საქმეში გარეული ან იქნება თქვენ გითხრათ სად არის ეს 10000-ობით სხვარი ვაიმე არ ვიცი ვერ გეტყვით მართლა არ ვარ საქმეში შეხედული ძალიან გთხოვთ დავტოვეთ ეხლა რა დიდი მადლობა ნახვამდის არა არ შეიძლება არც ერთი წუთი ძალიან გთხოვთ გაქრაის 10000-ობით სხვარი. ვახოსთან ხართ ხო? ბატონო ირაკლი, კიდევ რამდენი სხვარი ყავთ სახში დაყვანილი? ვინ? ერთი წუთი. მე ნუ იგებ. ბატონო ირაკლი, სად არის დანარჩენი 30000? ვინ სხვა? როგორ გეკადე? რა სხვარი გენაცვალე? გამოვედი, ეზოში ძაღლი უნდა გავასეირნო. როგორ ჩაპაჩაპა?